24 ნოემბერი 1971 წელი ამერიკაში Northwest Orient Airlines რეისი პორტლანდის ქალაქიდან აფრინდა. ეს იყო პატარა დაახლოებით 30 წუთიანი რეისი ახლონდებარე ქალაქ სიეტლში. რეისზე ბევრი ადამიანი არ იყო. სულ რაღაც 35-36 მგზავრი და 6 ეკიპაჟის წევრი. მაგრამ მათ არ იცოდნენ, რომ თვითმფრინავში გამოდაცებელი იმყოფებოდა კაცის სახელად დი.ბი. კუპერი. გარეგნულად ის ჩვეულებრივ ბიზნესმენს გავდა. პიჯაკი, თეთრი პერანგი და შავი შარვარი. დაახლოებით 50 წლის უნდა ყოფილიყო. ის შეგნებოდა თვითმფრინავის ბოლო რიგში, მე-18 ადგილზე დაჯდა. აფრენისთანავე ბორტგამცირებელს გაეცნო და უთხრა, რომ მისი სახელი დენ კუპერი იყო. ბორტგამცირებელს ერქვა ფლორენს შაპნერი. დიდი ღიმილით კუპერმა ფურცელი გადასცა ბორტგამცირებელს. შაპნერმა 23 წლის ქალმა იფიქრა, რომ კაცი ფლირტს ცდილობდა, ამიტომ ფურცელი წაუკითხავად შეინახა. ამის დანახვაზე კუპერმა უთხრა, რომ აუცილებლად წაიკითხა ფურცელი. ქალდა ეძებდა, რომ კუპერს ბომბი ჰქონდა. როცა შაპნერმა ფურცელი გახსნა, სუფთა ხელწერით ეწერა: ქალბატონო, ჩემს პორტფოლში ბომბი მაქვს და მინდა ჩემ გვერდით დაჯდეთ. შაპნერი ჩუმად მიუჯდა, თუმცა მაინც ვერ იჯერებდა, რომ ნამდვილად ბომბი ჰქონდა. კუპერმა პორტფელი გახსნა და აჩვენა. შიგნით იყო წითელი ცილინდრები, მავთულები და დიდი ცილინდრული ბატარეა. ეჭვი გაქრა და ბორტგამცირებელი მაშინ მიხვდა, რომ ეს ნამდვილი ბომბი იყო. კუპერმა თავისი მოთხოვნები გააცნო. იმ საღამოს 5 საათისთვის $200,000 უნდოდა. თანაც ქეშად ფული უნდა ყოფილიყო ჩანთაში, ასევე 2 პარაშუტი უკანა ნაწილში და 2 პარაშუტი წინა ნაწილში. დაშვების შემდეგ მანქანაც მზად უნდა ყოფილიყო. გააფრთხილა, რომ რაიმე უცნაურის და თვითმფრინავის აფეთქებით დასრულდებოდა. სხვა მგზავრებმა არაფერი იცოდნენ და შაპნერსაც არ უნდოდა, რომ ვინმეს გაეგო. ის ჩუმად შევიდა კაბინაში და კუპერის სერელი პილოტებს აჩვენა. მეორე ბორტგამცირებელს ტინა მაკლოუს აცნობეს და ის კუპერის გვერდით დაჭრა. ამ ორი ბორტგამცირებლის დახმარებით კუპერსა და პილოტებს შორის კავშირი დამყარდა. პილოტებმა საჰაერო მოძრაობის კონტროლერს შეატყობინეს და მალე ინფორმაცია ავიაკომპანიის პრეზიდენტამდე დონალდ ნაირობამდე მივიდა. გადაწყვეტილებაც მან მიიღო და საინტერესო არჩევანი ააკეთა. თანამშრომლებს უბრძანა კუპერის ყველა მოთხოვნა სრულიად დაეკმაყოფილებინათ. FBI-სთან კოორდინაციის შემდეგ სიეტლის ბანკს დაუკავშირდნენ თანხის მოსაგროვებლად. ბანკს ასეთი საგანგებო შემთხვევისთვის დიდი თანხის მარაგი ჰქონდა, თუმცა ამ ფულს განსაკუთრებული თვისებაც ჰქონდა. შეიძლება გაინტერესებდეთ, რატომ გადაწყვიტა ავიაკომპანიის პრეზიდენტმა თანამშრომლობა. მიზეზი რეპუტაცია იყო. მას არ სურდა, რომ გადაცევის ამბავი მთელ მსოფლიოში გავრცელებულიყო და ამით კომპანიას დიდი ფინანსური ზარალი მიეღო. კაპუჩეარი. ათენა გამომდინარე საკითხის ჩუმად მოგვარებისთვის მზად იყო მოთხოვნები შეესრულებინა. პრობლემა იყო დრო. ფულის მოსაგროვებლად დრო სჭირდებოდათ, ხოლო რეისი მხოლოდ 9 საათიანი უნდა ყოფილიყო. პილოტებს უთხრეს, რომ დაშვების ნაცვლად სიეტლის თავზე წრეები დაერთხათ, სანამ ფული მზად იქნებოდა. 9 საათიანი რეისი ნელ-ნელა 3 საათიანად გადაიქცა. მგზავრები ისევ ვერაფერს ხვდებოდნენ. პილოტებმა განაცხადეს, რომ მცირე ტექნიკური შეფერხება ჰქონდათ, რამაც დაგვიანება გამოიწვია და მგზავრებმა ეს დაიჭერეს. ბოლოს თვითმფრინავი სიეტლის აეროპორტში 17 საათსა და 46 წუთზე დაეშვა. კუპერის მითითებებით თვითმფრინავი მთავარი ტერმინალიდან მოშორებით გააჩერეს. ავიაკომპანიის წარმომადგენელი ფულის ჩანთით და პარაშუტით მივიდა. როდესაც 4 პარაშუტი და ფულის ჩანთა გადასცეს, კუპერმა მგზავრებსა და ბორტგამცირებლებს ტინა მაკლოუს გარდა თვითმფრინავის დატოვების ნება მისცა. ამის შემდეგ გეგმის მიხედვით თვითმფრინავის საწვავით შეავსეს და ისევ აფრინდა. ახლა ბორტზე მხოლოდ პილოტები, კუპერი და ტინა იყო. კუპერმა პილოტებს ისევ მისცა მითითებები, მიმართულება, სიჩქარე, გრადუსიც კი და უთხრა, რომ მეხიკოსკენ ეფრინათ დაახლოებით 3058 მეტრის სიმაღლეზე, ფრთების 15 გრადუსიანი პოზიციით და რაც შეიძლება ნელა. პილოტებმა უთხრეს, რომ ასეთი პარამეტრებით მეხიკომდე მიღწევა რთული იქნებოდა, რადგან საწვავი არ ეყოფოდათ, მაგრამ კუპერი არ ღელავდა და ფრენა მისი მითითებისამებრ გაგრძელდა. კუპერმა ტინას უთხრა, კაბინაში შესულიყო და კარი ჩაეკეტა. გარეთ მხოლოდ კუპერი დარჩა. მან პარაშუტები მოიმარჯვა და გადახტომაშთვის მოემზადა. რამდენიმე წუთში კაბინაში გამაფრთხილებელი ნაცურა აინთო. უკანა კიბე იყო გაშლილი. იმ დროს Boeing 727 ტიპის თვითმფრინავებს უკანა კიბე ჰქონდათ. კუპერმა კიბე გაშლა და პარაშუტებით და ფულით გადახტა. პილოტებსა და ბორტგამცირებლებს ეს არ დაუნახავთ, რადგან კაბინაში ჩაკეტილები იყვნენ. და მაშინ კაბინის კარზე ხედვის ღრიჭოც არ არსებობდა, მაგრამ 20 საათზე და 13 წუთზე პილოტებმა შენიშნეს, რომ თვითმფრინავის უკანა ნაწილი უცებ ზემოთ აიწია და მათ თვითმფრინავის ხილახლა დაბალანსება მოუწიათ. ამის შემდეგ ისინი ნევადაში გაფრინდნენ და რინოში დაეშვნენ. დაშვებისთანავე პოლიცია გამოიძახეს და თვითმფრინავი შეამოწმეს, მაგრამ კუპერის კვალი ვერ იპოვეს. ერთადერთი რაც იპოვეს იყო სამაგრიანი ჰალსტუხი და პარაშუტის
დახეული ნაწილები, რომლებიც კუპერმა ფულის ჩანთის დასაფარად გამოიყენა. ამის გარდა ასევე იპოვეს კუპერის რამდენიმე პირადი ნივთი. გამომძიებლებმა დეტალურად შეისწავლეს ყველაფერი და იპოვეს 66 უცნობი ტიტის ანაბეჭდი, რომელიც არც ეკიპაჟს და არც მგზავრებს არ ეკუთვნოდა. ბომბიანი ჩემოდანი, ფულის ჩანთა და პარაშუტები კი ყველაფერი კუპერთან ერთად გაუჩინარდა. FBI-მ გამოძიება დაიწყო, რომელიც 45 წელი გაგრძელდა და 2016-ში ოფიციალურად დაიხურა. თუმცა ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა. ეს ერთ-ერთი გადაცემაა ისტორიაში, რომელიც ვერავინ ამოხსნა. ამ შემთხვევის დროს არც ერთი მგზავრი არ დაშვებულა და არც ვინმე დაღუპულა. ბევრს მიაჩნია, რომ ეს ტინა მაკლოუს დამსახურებაა, რადგან მან შეძლო კუპერის კეთილგანწყობის შენარჩუნება და პანიკის თავიდან აცილება. საინტერესოა მისი სახელიც. რეალურად მან თქვა, რომ დენ კუპერი ერქვა, მაგრამ ჟურნალისტის შეცდომის გამო გავრცელდა სახელი დიპი კუპერი, რომელიც შემდეგ ყველამ აიტაცა. ეს მაგალითია ფსიქოლოგიური ეფექტისა, როცა ადამიანები პირველ ინფორმაციას უფრო ენდობიან და მისი შეცვლა რთულია, შემდეგ რეალობა აღარავის აინტერესებს. გამოძიების მიხედვით კუპერმა დაახლოებით 10 კილოგრამის სიმძიმის ფული სხეულზე მიიმაგრა და 2 პარაშუტით გადახტა. ცნობილია სავარაუდო ადგილი ვაშინგტონის შტატის სამხრეთ-დასავლეთი, სადაც ტყეები, ტბები და კანიონებია. თავიდან გამომძიებლები ფიქრობდნენ, რომ გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა, რადგან ღამე იყო, ძლიერი წვიმა და ცუდი ხილვადობა. კუპერი ხტებოდა დაახლოებით 348 მეტრის სიმაღლიდან და სავარაუდოდ მოძრაობდა დაახლოებით 320 კმ/სთ სიჩქარით. ამერიკის შეერთებული შტატების პარაშუტის ასოციაცია აღნიშნავს კიდევ ერთ პრობლემას – ძალიან ცივ წყალს. ნოემბერში ამ რეგიონში ტემპერატურა დაბალია და თუ კუპერი ტბაში ჩავარდებოდა, იქიდან გამოსვლა თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. ჰიპოთერმია რამდენიმე წუთში დაიწყებოდა, ხოლო სხეულზე მიმაგრებული წონა ცურვას გაართულებდა. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით გაჩნდა მიზეზები იმისა, ვიფიქროთ, რომ კუპერი შესაძლოა გადარჩა. მისი შემთხვევის შემდეგ მინიმუმ 5 მსგავსი გადაცემა მოხდა და ყველა მათგანი ცოცხალი გადარჩა პარაშუტით გადახტომის შემდეგ. მაგალითად, მარტინ მაკნალიმ 1972 წლის 24 ივნისს თვითმფრინავი გაიტაცა. $500,000 მოითხოვა და დაახლოებით 400-500 კმ/სთ სიჩქარით გადახტა და მაინც გადარჩა. ასევე რიჩარდ ლაპოინტი 1972 წლის იანვარში თოლში უსაფრთხოდ დაეშვა. ამიტომ FBI-მ ივარაუდა, რომ კუპერი შეიძლება გადარჩენილიყო, მით უმეტეს, რომ პარაშუტების გამოყენება იცოდა. შემდეგი ნაბიჯი იყო სავარაუდო დაშვების ადგილის ძებნა. მან ფული $200,000 მთლიანად $20 კუპიურებით მოითხოვა. ყველა სერიული ნომერი ჩაწერილი ჰქონდა ბანკს, რის შესახებაც ინფორმაცია მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ძიება რთული იყო, რადგან ბევრი ფაქტორი იყო უცნობი: ქარის სიჩქარე, სიგნალე, ზუსტი მდებარეობა, პარაშუტის გახსნის სიმაღლე და მიმართულება. საუკეთესო ვარაუდით, დაშვება ვაშინგტონის შტატში, ლეიკ მარვინის ახლოს უნდა მოხდარიყო. FBI-მ ამასთან დაკავშირებით ექსპერიმენტი ჩაატარა. იგივე პარამეტრები თვითმფრინავიდან 91 კილოგრამით ვირთიგად მოაგდეს, რათა დაედგინათ შესაძლო არეალი. ამის შემდეგ ტერიტორიაზე გარდაგარ ჩხრეკა დაიწყეს და პოლიცია ადგილობრივ ფერმებში ყველა კარზე აკაკუნებდა ინფორმაციის შესაგროვებლად. მდინარე მერვინსა და მდინარე იეილზე საპატრულო ნავები მუშაობდნენ. ერთმა კომპანიამ წყალქვეშა ნავიც კი გამოიყენა და დაახლოებით 61 მეტრის სიღრმემდე ეძებდნენ ფულს, პარაშუტის ნაწილებს ან სხეულს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. სერიული ნომრები გაზეთებში გამოაქვეყნეს და ვინც იპოვიდა კუპიურას $10,000 მისცემდნენ, თუმცა 3 წლის განმავლობაში ვერაფერი იპოვეს. 1979 წელს გადაცემიდან 8 წლის შემდეგ პილოტმა ტომ ბოჰანმა განაცხადა, რომ იმ ღამეს ძლიერი შტორმი იყო და FBI-ის გამოთვლები დაშვების ზონაზე დაახლოებით 80 გრადუსით ცდებოდა. მისი აზრით, ძებნა ვაშუგალის მდინარის მიდამოებში უნდა გაგრძელებულიყო. რამდენიმე თვეში 8 წლის ბიჭმა კოლუმბია რივერის ნაპირზე $20 კუპიურები იპოვა. ზოგი შეკრულიც კი იყო. სერიული ნომრები დაემთხოდა და დასტურდა, რომ ეს კუპერის ფული იყო. მთლიანობაში მხოლოდ $5,800 იპოვეს. ეს ადასტურებდა, რომ დაშვება ვაშუგალის რაიონში მოხდა. მიუხედავად დამატებითი ძიებისა, სხეული ან პარაშუტი ვერ იპოვეს. ერთ-ერთმა აგენტმა ივარაუდა, რომ კუპერი ცივ წყალში დაირჩა. ბიჭს ჯილდოდ კუპიურების ნაწილი მისცეს და 2008 წელს 15 კუპიურა აუქციონზე $37,000 გაიყიდა. მთავარი კითხვა ისევ ერთია: ვინ იყო კუპერი? დარჩენილი ხალხსტუხისა და ოქროს სამაგრის მიკროსკოპული ნაწილაკების კვლევამ აჩვენა ტიტანის და სხვა მეტალების კვალი.
რაც მიუთითებდა, რომ ის შესაძლოა მუშაობდა ქიმიურ მეტალურგიულ ან ავიანაწილების დამამზადებელ ქარხანაში. FBI მოწმეების აღწერებით რამდენიმე ესკიზი შექმნა. საბოლოო ვერსია 1973 წელს დამტკიცდა. ამის შემდეგ მრავალი თეორია გაჩნდა. გამომძიებელ ლარი კარის აზრით, კუპერი შეიძლება საჰაერო ძალებში ტვირთის ჩამტვირთავი ყოფილიყო, რადგან მათაც პარაშუტით ხტომის საბაზისო სწავლება აქვთ. საბოლოოდ FBI-მ 800-ზე მეტი ეჭვმიტანი დაასახელა, მათგან დაახლოებით 20 სერიოზულად განიხილეს. ერთ-ერთი იყო რიჩარდ მაკკოი, ვიეტნამის ომის ვეტერანი, რომელმაც 5 თვის შემდეგ მსგავსად გაიტაცა Boeing 727, მოითხოვა $500,000 და 4 პარაშუტი და შემდეგ უკანა კიბე გამოიყენა. რიჩარდ მაკკოი თვითმფრინავიდან გადახტა, მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ გადაცებიდან მხოლოდ 2 დღის შემდეგ ის FBI-მ დააგავა. მას 45 წლით პატიმრობა მიუსაჯეს და თავიდან გამოძიებას ეგონა, რომ ის იყო ტიბი კუპერი. 1991 წელს ყოფილი FBI-ის აგენტის წიგნშიც ითქვა, რომ მაკკოის ოჯახს ჰალსტუხი მისი იგონა, თუმცა თავად მაკკოიმ არც დაადასტურა და არც უარყო. 2 წლის შემდეგ ციხიდან გაქცევის მცდელობისას სროლაში დაიღუპა. მიუხედავად ამისა, დღეს FBI ოფიციალურად არ მეიჩნევს მას ტიბი კუპერად, რადგან გარიგნობა არ ემთხვეოდა ესკის და ასევე დადასტურდა, რომ გადაცების ღამეს ის ლას-ვეგასში იყო. მეორე ეჭვმიტანელი იყო ვიეტნამის ომის ვეტერანი რობერტ რექსტროუ, რომელიც არაერთხელ დააკავეს თაღლითობისა და სხვა დანაშაულებისთვის, თუმცა მტკიცებულებების ნაკლებობის გამო გაათავისუფლეს. 2016 წელს პროდიუსერმა თომას კოლბერტმა წიგნი და დოკუმენტური ფილმი გამოუშვა, სადაც ამტკიცებდა, რომ რექსტროუ იყო ტიბი კუპერი, თუმცა FBI-მ საქმე იმავე წელს დახურა. რექსტროუ 2019 წელს ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა. საბოლოოდ საიდუმლო დღემდე ამოხსნილ რჩება. არავინ იცის თუ ვინ იყო ტიბი კუპერი და რა ბედი ეწია მას. საინტერესოა, რომ სხვა მსგავს შემთხვევებში გამოცდილები პარაშუტით გადასცდნენ, მაგრამ ყოველთვის დააგავეს. კუპერის შემთხვევაში კი მისი ბედი დღემდე უცნობია.